გარემოს დაცვის სამინისტრომ ეკოტურიზმის განვითარების 9 თვის შედეგები შეაჯამა. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. უცხოელი ტურისტებიდან ჭარბობს პოლონელი, გერმანელი, უკრაინელი ვიზიტორები. დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მართვაში ჩართულია კერძო სექტორიც. 2012 წელს გამარტივდა საკანონმდებლო რეგულაცია ინფრასტრუქტურის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უახლოეს მომავალში კი იგეგმება ახალი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა. მნიშვნელოვანი ზრდა გქონდა ეკოტურისტების რაოდენობისა დაცულ ტერიტორიებზე, რაც განპირობებული იყო ინფრასტრუქტურის განვითარებით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წელს არაერთი კერძო ბიზნესის ინიციატივა განხორციელდა დაცულ ტერიტორიაზე. სააგენტო წარმოადგინა 2012 წლის 9 თვის ანგარიშის მიხედვით წარმოდგენილი იქნა ის სიახლეები ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით, თუ რა განხორციელდა დაცულ ტერიტორიებში. ეს არის ძირითადად სათაფლიის ნაკრძალში და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა პრომეთეს გუმეში, ასევე ამ ტურისტული ინფრასტრუქტურის საფუძველზე შეიქმნა ახალი ტურისტული სერვისები.